ამ წუთებში ევროსაბჭოს პრეზიდენტი სწორედ გიორგი მარგველაშვილთან ერთად ოფიციალურ სადილზე იმყოფება. მანამდე კი მათი პირისპირ შეხვედრა შედგა. მხარეებმა საქართველოს ევროპულ მომავალზე ისაუბრეს და ხაზი ევროპული გზის მხარდაჭერას გაუსვეს. ევროსაბჭოს პრეზიდენტი სიტყვით ევროპის სახლში გამოვიდა ადგილზე მასთან ერთად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ევროპის სახლში იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც, მათ შორის პოლიტიკოს და არასაპარლამენტო ნაწილიც. სიტყვით გამოსვლაში რომპეიმ ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ სარგებელს გაუსვა ხაზი, რომელსაც როგორც სახელმწიფო, ასევე თითოეული მოქალაქე მიიღებს. ბედნიერი ვარ, რომ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამდე საქართველოში ვიმყოფები. ეს ხელშეკრულება საქართველოს სერიოზულ სარგებელს მოუტანს. მოხარული ვარ, რომ ქვეყანაში ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით კონსენსუსი არსებობს. ჩვენ მივესალმებით საქართველოს არჩევანს. ევროკავშირთან დაახლოება საქართველოს უფრო მიმზიდველს გახდის. საქართველო პირველ რიგში არის დამოუკიდებელი ქვეყანა, შესაბამისად როგორც ნებისმიერი სუვერენი დამოუკიდებელი ქვეყანა, იგი ზრუნავს თავის თავდაცვაზე, თავის უსაფრთხოებაზე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული პარტნიორების, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ასევე მხარდაჭერა.